personaje de Shin Sonic es el más rápido? Haremos una carrera con todos los personajes de Shin Sonic para ver quién es el más veloz. Estarán Shin Sonic, Shin Tails, Shin Knuckles, Shin Shadow, Shin Amy y muchos más. Además de personajes secretos. ¿Quién será el más rápido? კარგი მეგობრებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დაუვიწყარ რბოლებზე, რომლებიც დაბრუნდნენ. რადგან დღეს ჩვენ დავაპირისპირებთ ყველა პერსონაჟს Shin Sonic-იდან, რომ გავიგოთ ვინ არის ყველაზე სწრაფი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს საიდუმლო პერსონაჟებიც. და უკვე იცით, რომ მათ მოუწევთ ამ უზარმაზარ ტრეკზე შეჯიბრება სულ რაღაც 30 წამში. და ვინც ყველაზე შორს მივა, ის იქნება გამარჯვებული. ასე რომ ეხლა დროა კომენტარებში თქვენი ფავორიტი დაწეროთ, რადგან ეს უკვე იწყება. და ახლა რიგი პირველ პერსონაჟზეა, Shin Sonic-ის საბაზისო ფორმაზე, რომელიც საშინელია, უშნოა და დარწმუნებული ვარ ნელიც არის. მზად ხარ პატარა Shin Sonic-ი შენ საბაზისო ფორმაში? წინ 3, 2, 1. Ბაი მიდის მთელი ძალი ჩვენი საყვარელი Shin Sonic-ი თავის პირველ ფორმაში, რომელიც სიმართლე რომ ვთქვათ, ძალიან სამწუხაროა. ღმერთო ჩემო. აქ სწორედ იწყებს თავის ტრანსფორმაციას და არ აქვს არც Shin Sonic-ის ძალა და არც Sonic-ის სისწრაფე. ამიტომაც ხედავთ საკმაოდ სამწუხარო სურათს Shin Sonic-ს, რომელიც ვფიქრობ, რომ პირველ ადგილებში ახლოსაც კი არ იქნება. მისდის ხვითელ მილს, რომელიც მილებიდან პირველია და აგრძელებს სირბილს. აგრძელებს დაუღალა უმცდელობას. მაგრამ არ ჩანს, რომ შორსავა, რადგან ჩემი პანა საკმაოდ ნელა მოძრაობს. ასე რომ სამწუხაროდ პირველი Shin Sonic-ის დრო დასრულდება. 3, 2, 1, დრო. ასე რომ აქ პირველ ადგილზეა. საოცარია, თუმცა ეხლა აბსოლუტურად ყველა გაასწრებს. რადგან კი მეგობრებო, ახლა Shin Sonic-ის განვითარებული ფორმის ჯერია, ეს ძალიან საშიში იქნება. წინ Shin Sonic, ყველას დაუნტკიცე, რომ ევოლუციური ფორმა ხარ 3, 2, 1 და Shin Sonic-ი მთელი ძალით იწყებს. ღმერთო ჩემო, ეს ნამდვილი სიჩქარეა. იმდენად სწრაფად მიდის, რომ უკვე თავის წინამორბედს აჭარბებს და მიწაზე აგდებს. შთამბეჭდავია სიჩქარე, რომლითაც Shin Sonic-ი მოძრაობს. ძალიან კარგად გამოსდის, რა სიგიჟეა. აი ნახეთ, ის ხდება და ვაუ, საოცარი ნახტომია, რომელიც პლატფორმაზე დასვამს და აგრძელებს რბოლას. Shin Sonic-ს მართლაც საოცარი ტურბო აქვს, ფაქტები ასეთია. თუმცა ეხლა დაღმართზე ცოტა უჭირს, მაგრამ მაინც საკმაოდ კარგად ართმევს თავს. მიდი Shin Sonic, არ დანებდე. გაგრძელე სირბილი. განაგრძე იმის დამტკიცება, რომ ალბათ ყველაზე სწრაფი ხარ შენი მეგობრებიდან, დიახ. ტურბოს კარგი გამოყენება დასასრულისთვის, რადგან მისი დრო მთავრდება 3-ში. 3, 2, 1. ტემპო! ასე რომ აქ ყავს Shin Sonic-ი, რომელიც აჩქარად პირველ ადგილზეა. და ყურადღებით, ეხლა გადავდივართ Shin Sonic-ის საუკეთესო მეგობარზე. უდიდესი Shin Tails-ი, მზად ხარ Shin Tails? აჩვენე ყველა შენი სისწრაფე. 3, 2, 1 და აი Shin Tails-ი მთელი ძალით იწყებს სულას. სიმართლე რომ ვთქვათ, საკმაოდ სწრაფად მოძრაობს. დაუჯერებელი ნახტომი და ის მიიწევს მთელ ყვითელ მილზე. პირველ ეტაპზე Shin Sonic-ს უსწრებს, მაგრამ იცოდეთ, მალე ყველა გაასწრებს მას გეუბნებით. მაგრამ Shin Tails-ი მაინც აგრძელებს სულას. მას Sonic-ის მსგავსი ტურბო არ აქვს და ცოტა უფრო ნელია. თუმცა მაინც საკმაოდ სწრაფად დარბის და ვფიქრობ, დიდი შესაძლებლობები აქვს. ხტება შეუჩერებლად და აკეთებს ნახტომს. ის საოცრად აკეთებს ამას, თუმცა ვერ აღწევს და უწევს გამოიყენოს თავისი ფრთები, უკაცრავად თავისი კუდები, რომ იფრინოს. ამიტომ ის ჰაერში რჩება, საკმაოდ კარგად დაეშვება და პირდაპირ ლურჯ მილზე გადახტება. თუმცა მგონია, რომ დრო ეწურება, ასე რომ იჩქარე Shin Tails, რაც შეიძლება სწრაფად ირბინე, რადგან შენი დრო მთავრდება 3, 2, 1, დრო. ასე რომ აქ ყავს Shin Tails-ი, რომელიც მეორე ადგილზე გადადის. რა შესანიშნავი შესრულებაა. და ეს გადაგვიყვანს Shin Sonic-ის კიდევ ერთ საუკეთესო მეგობართან, საოცარ Shin Knuckles-თან. ყველაფერი მზადაა, Shin Knuckles, წინ წადი, აჩვენე შენი სიჩქარე. 3, 2, 1 და დრო Shin Knuckles-ისთვის, რომელიც მართლაც საკმაოდ სწრაფად მოძრაობს. საოცარია, როგორ ახერხებს ამას. აგრძელებს მოძრაობას მთელ ყვითელ მილზე, უსწრებს Shin Sonic-ის საბაზისო ფორმას და უკვე აშკარად შედის პოდიუმზე. აი Shin Sonic-ის კიდევ ერთი დიდი მეგობარი. ძალიან კარგად მოძრაობს, ძალიან სწრაფია.
და თუ მუშტს დაგარტყამს, პირდაპირ წმინდა პეტრესთან წახვალ. მოდით ვნახოთ როგორ გააგრძელებს, რადგან ხდება და კიდევ ერთ დაუჯერებელ ნახტომს აკეთებს, რომელმაც მთელი რბოლა დააბაგა. რა სიგიჟეა? დაუსაჯერებელია ნაკლზი, რომელიც ისევ ხდება და ლურჯ მილში შედის. მთელი სისწრაფით მიდის და ფრთხილად შინტეილს უსწრებს. დაუსაჯერებელია ჩვენი საყვარელი შინ ნაკლზი, რომელიც მეორე ადგილზე გადადის. სონიკს მისდევს, მაგრამ მისი დრო მთავრდება. 3, 2, 1, დრო. აი დაუჯერებელი და ძლიერი შინ ნაკლზი, რომელიც მეორე ადგილზე გადადის. ფრთხილად, ეხლა გადავდივართ შინ სონიკის შეყვარებულზე, შინ ეიმიზე. მოდით ვნახოთ, რამდენად სწრაფია ერთადერთი გოგო შინ სონიკში. 3, 2, 1. დრო შინ ეიმისთვის. ღმერთო ჩემო, საკმაოდ კარგად იწრებს. ეს სიჩქარე თითქმის ისეთივეა, როგორც სონიკის, რაც ნამდვილი სიგიჟეა. ის ტოვებს უკან ვარდისფერ კვალს თავისი სისწრაფის გამო და ნამდვილად ყველას გაგვაოცებს ამ ნახტომით. აი მიდის ეიმი და ვაუ, საოცარი ნახტომი, რომელმაც ყველა გაგვაოცა. ის საკმაოდ კარგად მიდის, მიაღწია ლურჯ ნაწილს და ფრთხილად ჩანს, რომ შეიძლება ტეილსა და ნაკლს გადაასწროს. უკვე პოდიუმზეა, ტეილს გადაასწრო და ძალიან ფრთხილად, რადგან ეხლა ნაკლსაც აპირებს გასწრებას. აგრძელებს სირბილს გაჩერების გარეშე, ნაკლს უკან ტოვებს, ღმერთო ჩემო, იწყებს რაც შეიძლება სწრაფად სირბილს, ვერავინ შეედრება მას. რა სიჩქარეა ეს? თუმცა მისი დრო როგორც ჩანს დასრულდება. 3, 2, 1, დრო. კარგი, აი შინ ეიმი ყავს, რომელიც მეორე ადგილზე გადადის და თითქმის სონიკს ეწევა. და მეგობრებო, რას ფიქრობთ რბოლაზე? დაუჯერებელია, არა? მაგრამ ჯერ კიდევ დარჩენილია შინ სონიკის საუკეთესო პერსონაჟები, გარდა იმ საიდუმლო პერსონაჟებისა, რომლებსაც ახლა გავხსნით. ასე რომ სწრაფად იმოქმედე, გაქვს მხოლოდ 20 წამი, რომ დაალაიქო, გამოიწერო არხი და ჩართო ზარი, რათა გახსნა საიდუმლო პერსონაჟები. გარდა ამისა, თუ კომენტარებში დაწერ შენს კითხვას საყვარელ პერსონაჟს, ან იმას ვინ მოიგებს ამ რბოლას, შეძლებ მიიღო მათი სრული სიჩქარე. ასე რომ მე შენს ადგილას ვიჩქარებდი, დრო გვეწურება, ხომ ასეა? კარგი ბანდა, კარგად მოიქეცით, უნდა ვაღიარო. ამიტომაც დროა საიდუმლო პერსონაჟები გავხსნათ. და პირველი საიდუმლო პერსონაჟი შინ სონიკში არის ღმერთო ჩემო, შინ სონიკი, დაწყევლილი, ერთ-ერთი ყველაზე საშიში და ძლიერი. შემდეგი პერსონაჟი, საიდუმლო პერსონაჟი, არის ლეგენდარული ოქროს შინ სონიკი, მხოლოდ 1 მილიონში. და ბოლოს საიდუმლო პერსონაჟი გაიხსნება ვიდეოს ბოლოს, ასე რომ არ წახვიდეთ, რადგან ეხლა შინ შადოუს ჯერია. შინ სონიკის დიდი მეტოქე, ვნახოთ რა შეძლებს ის. 3, 2, 1 და შინ შადოუ მთელი ძალით გამოდის. ღმერთო ჩემო, რა სიჩქარეა, ნამდვილი საოცრება. ვიტყოდი რომ შინ შადოუ შინ სონიკზე კიდევ უფრო სწრაფადაც კი მიდის. ასე რომ ძალიან ფრთხილად იყავით ამასთან, რადგან ის გადის ნაცრისფერ მილს და ხტება. შტამბეჭდავი დაშვება შინ შადოუსგან და ისევ ხტება. ღმერთო ჩემო, რა სიჩქარე აქვს, უკვე შინ თეილს აჭარბებს. და არა მხოლოდ ეს, ის კვლავ დიდი სიჩქარით გარბის და შინ ნაკლსაც აჭარბებს. და ფრთხილად, რადგან მასაც ჰქონდა დამალული ტურბო. რა? შინ ეიმისაც აჭარბებს. ხტება შინ სონიკზე და ისევ გარბის. უკვე პირველ ადგილზეა და ეხლა მხოლოდ დრო შეიძლება შეაჩეროს. რადგან მისი დრო იწურება. 3, 2, 1, დრო! აი აქ არის შინ შადოუ, შინ სონიკის დიდი მტერი, რომელიც პირველ ადგილზე გადის. რა საოცრება! ფრთხილად, ეხლა შინ ეგმენის ჯერია. ისიც გარდაიქმნა და ეხლა უფრო მეტად კვერცხს გავს, ვიდრე ოდესმე. ფრთხილად, შინ ეგმენს რამდენიმე ელექტრონული მოწყობილობა აქვს, რომლებსაც ააქტიურებს და იწყება 3, 2, 1. შინ ეგმენი მთელი ძალით მიდის. ის პირდაპირ ფრენას იწყებს. რა სიგიჟეა ეს? საოცარია, რადგან ყველა თავის მოწყობილობას და მთელ გონებას იყენებს. ეს კი უფრო სწრაფს ხდის. თანაც ფრენაში. მას არც კი უწევს ხტომაზე ფიქრი. ეს შინ ეგმენის ნამდვილი სიგიჟეა. პირდაპირ მიდის ლურჯ მინთან, გამოტოვებს დაშვებას. ფრთხილად, უკვე ტეილსაც აჭარბებს. ისევ ფრენას აგრძელებს. საოცრად გამოსდის. ამას მისგან არ ველოდი. მართლა, ნაკლსაც აჭარბებს. ღმერთო ჩემო, მეშინია მგონია რომ ყველას აჯობებს. დოქტორ ეგმენი ისევ წინ მიიწევს. საოცრად გამოსდის. ემისაც აჭარბებს. სონიკსაც აჭარბებს. ჰებს, შადოუს გასწრებას უახლოვდება, მაგრამ
შეეჯახა, რადგან მოუქნელია და მისი დრო მთავრდება 3, 2, 1, დრო. ამიტომ შინ ეგმენი მეორე ადგილზე გადადის და სონიკს აჭარბებს. რა სიგიჟეა? და ეს პირდაპირ მის უდიდეს ქმნილებასთან მიგვიყვანს. მეტალ შინ სონიკი. წინ მეტალ შინ სონიკო, ვნახოთ რა ძალა გაქვს. 3, 2, 1 და იწყებს მთელი ძალით. ღმერთო ჩემო. გონია რომ ეს ბევრად უფრო სწრაფია ვიდრე დოქტორი ეგმენი. როგორც ჩანს, შინ ეგმენმა ზედმეტად ბევრი გაუმჯობესება გაუკეთა და ამიტომაც ახლა ასე წარმოუდგენლად სწრაფად მიდის. ის აშკარად აცილებს დაშვების ბილიქს და პირდაპირ ლურჯ მილში შედის. წინ მიდის შეუჯერებლად, რა ნამდვილი საოცრებაა. მთელი რბოლის განმავლობაში ასეთი სწრაფი არავინ მინახავს. ყველას უკანტოვებს და ფრთხილად, რადგან სონიკსაც უსწრებს და პოდიუმზე შედის. ეხლა ხიდს გადის შეჯახების გარეშე, ეგ გმენს უსწრებს. მეორე ადგილზე გადადის და შადოუსაც უსწრებს, რომ პირველ ადგილზე გავიდეს. ღმერთო ჩემო, რა სისწრაფეა ეს? ისევ წინ მიიწევს, მწვანე მილების ზონაში შედის, აბსოლუტურად არაფერი და არავინ აჩერებს. ეს სიგიჟეა და მაქსიმალურად ჩქარობს, რადგან მისი დრო მთავრდება 3, 2, 1 დრო. დედა ჩემო, მეტალის საოცარი შესრულება, შინ სონიკი, რომელიც ყველაზე სწრაფია, პირველი ადგილი. ფრთხილად, ეხლა სცენაზეა შინ სონიკი. ექსე, ეს ჯოჯოხეთის მხეცი. ყველა საჩვენე, შენი დემონური ძალა. 3, 2, 1 დაიწყებს მთელი ძალით. დედა ჩემო, რა სისწრაფეა ეს? საოცარია, როგორ სწრაფად მიდის. როგორ ტოვებს უკან ყვითელ მილს და პირდაპირ მიდის ნახტომზე. ვაუ! რა სიგიჟეა ეს ეშმაკური სისწრაფე? ეს სხვა სამყაროდანაა. ერთი ნახტომით, მხოლოდ ერთი ნახტომი. უკვე მთლიანად შედის ლურჯ მილში და მოიცა, ამასაც აქვს ტურბო. ღმერთო ჩემო, საკმაოდ კარგად იყენებს მას. მართლა, დააგრძელებს წინსვლას. ყველა თავის მეტოქეს უკანტოვებს. ღმერთო ჩემო, უკვე ძალიან ახლოსაა პოდიუმზე ასვლასთან და რა თქმა უნდა ახერხებს ამას, რადგან აჯობა ეგმენს და ახლა აჯობა შედოუსაც და მთელი ძალით მიდის. საოცარია ტურბო, საოცარია ნახტომი და აგრძელებს სირბილს, მაგრამ უნდა იჩქაროს, რადგან შინ სონიკ წერტილი X-ს დრო იწურწურება. 3, 2, 1 დრო. აი ისიც ყავს. საოცარი გამოსვლა შინ სონიკ წერტილი X-სგან, რომელიც მეორე ადგილზე გადადის. ეხლა ფრთხილად, ალტერნატივები მოდიან. სპაიდერმენის გარეშე სპაიდერმენის ჯერია. ვნახოთ რა შეძლებს შინ სპაიდერმენი. 3, 2, 1 და იწყებს სირბილს და თავის ქსელების გამოყენებას. კარგი. ეს ქვემოდან გადადის და თავის ქსელებით მილების ქვემოდან ირწევა. საკმაოდ ჭკვიანი სტრატეგია. ასე საკმაოდ სწრაფად მიიწევს წინ, სიმართლე რომ გითხრათ. თუმცა თუ გულწრფელი ვიქნები, არ ვიცი სადამდე მიაღწევს. მგონია რომ ის ისეთი სწრაფი არ არის როგორც შინ სონიკის სხვა პერსონაჟები, მაგრამ მაინც აგზელებს ირწევას და კანაობას. ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად იაროს, თუმცა შედის საკმაოდ რთულ ზონაში. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვხედავთ ვინმეს, ვინც ტრასის ქვემოდან მიდის და მაქსიმალურად ჩქარობს, რადგან დრო აღარ დარჩა. შინ სპაიდერმენი ისევ კანაობს შენი ობობის ქსელებით, რადგან შენი დრო დასრულდება. 3, 2, 1 დრო. ამიტომაც მან მეოთხე ადგილი დაიკავა. ძალიან ახლოს იყო პოდიუმთან, მაგრამ საბოლოოდ ვერ მოახერხა. და მამამია, ფრთხილად, ახლა სცენაზე შინ მარიო გამოდის. ნეტავ რას გააკეთებს ის? წინ, შინ მარიო. 3, 2, 1 დაიწყებს სირბილს. მართალია, ცუდად არ გამოსდის. უფრო ნელებიც მინახავს. მაგრამ რა თქმა უნდა, სონიკის სისწრაფე არ აქვს. ეს ასეა. მაინც შინ მარიო როგორც ჩანს არაპირებს დანებებას. ალბათ უთხრეს რომ თუ გაიმარჯვებს, პიცას მისცემენ და ამიტომაც ცდილობს ასე ძალიან. მოდი ვნახოთ, რას შეძლებს. მამამია! შინ მარიოს საოცარი ნახტომი და რა თქმა უნდა, საოცარი დაშვება. რა სიგიჟეა! ეხლა სერიოზულად ეკიდება საქმეს, რადგან ჩანს რომ პიცას ამბავი მართალი იყო. ასე რომ, ირბინე შინ მარიო, უკვე გადაუსწრო შინ ტეილს და ფრთხილად ტურბოს რთავს ბოლომდე. გადაუსწრო შინ ნაკლს და ისევ მთელი ძალით მიდის. თუმცა არ მგონია შინ სონიკს გადაასწროს, რადგან შინ მარიოს დრო დასრულდება. 3, 2, 1 შინ მარიოს დრო ამოიწურა. ასე რომ, აი მივიღეთ შედეგი. ის ძალიან ახლოს იყო სონიკთან დასაცემად, მაგრამ ის მასზე ნელა.
ფრთხილად, ეხლა მოდის შინ სონიკის ტრანსფორმაცია, როცა ის ქაოსის ზურმუხტებს მოულობს. სუპერ შინ სონიკი! აი, სუპერ შინ სონიკი! ის ათავისუფლებს თავის ძალას და ემზადება 3, 2, 1 და იწყებს სირბილს მთელი ძალით. ღმერთო, რა სწრაფად დარბის! კარგად ჩანს, რომ ეს შინ სონიკის ტრანსფორმაცია. ფრთხილად, ეხლა ფრენას იწყებს. ღმერთო, რა სიგიჟეა ეს სიჩქარე? სუპერ შინ სონიკის ეს ძალა ნამდვილი სიგიჟეა. ის სრულიად დაუძლეველი ჩანს და რა თქმა უნდა, ძალიან მარტივად უსწრებს ყველა თავის მეტოქეს. გთხოვთ, ვინმე მითხარით, ვინ შეძლებს სუპერ შინ სონიკის შეჩერებას? წარმოუდგენელი სიჩქარით მიდის, პირდაპირ მწვანე მილში შედის. მას მოუწევს ამ პატარა მახისაცილება და ამას საოცარი სიმარტივით აკეთებს. ყველას უსწრებს და ისევ მთელი ძალით აგრძელებს. ღმერთო ჩემო, რა სიგიჟეა? სუპერ შინ სონიკი ისევ აგრძელებს, თუმცა მისი დრო თითქმის ამოიწურა, რადგან მისი დრო 3-ში, 2-ში, 1-ში დასრულდება. დრო. საოცარია სუპერ შინ სონიკი. ეს ტრანსფორმაცია ნამდვილი სიგიჟეა. მან პირველ ადგილზე დიდი უპირატესობით გაარწია მეორესთან შედარებით. და თუ სუპერ შინ სონიკით გაოცდით, მოემზადეთ დარკ შინ სონიკისთვის. ვნახოთ, რა შეძლებს სიბნელის მხეცი. აი, ის ადავისუფლებს მთელ თავის სიბნელეს. მზადაა 3, 2, 1 და ყურადღებით, რადგან დარკ შინ სონიკი პირდაპირ ფრენით იწყებს. ეს პირდაპირ საქმეზე გადადის. და სიმართლე რო ვთქვათ, ის საკმაოდ სწრაფად მოძრაობს. რა ფრენაა და როგორ ტოვებს ყველა თავის მოწინააღმდეგეს უკან. მგონია, რომ მისი სიბნელე სუპერ შინ სონიკის სინათლეზეც კი ძლიერია, ასე რომ ჩვენ რაღაც საოცარს ვხედავთ. დარკ შინ სონიკი ყველა თავის მეტოქეს უკან ტოვებს, პირდაპირ მწვანე მილში შედის. ახლა საკმაოდ საშიშ ხაფანგებს უნდა გაუმკლავდეს, მაგრამ ამას იდეალურად აკეთებს და ხტება. ეხლა წითელ მილში არძელებს მოძრაობას. ღმერთო, როგორ გამოზდის, ყველას უკან ტოვებს. უკვე მეორე ადგილზეა და მაქსიმალურად გარბის, რადგან მისი დრო მთავრდება 3, 2, 1 დრო. ამიტომაც ის პირველ ადგილზეა და სუპერ შინ სონიკსაც კი აჭარბებს. რა საოცრება! მეგობრებო, შეიკარით ხვედები, რადგან დადგა დრო. საიდუმლო პერსონაჟების დროა. აი, მიდის დაწკავნილი შინ სონიკი. ძალიან მხილოდ იყავით ამასთან. ყურადღება, რადგან აი მიდის დაწკევლილი შინ სონიკი, რომელიც ათავისუფლებს თავის დემონურ ძალას. 3, 2, 1 და პირდაპირ მიფრინავს. რა სიგიჟეა! ჩვენ ვხედავთ რაღაცას, რაც აქამდე არასდროს გვინახავს. შინ სონიკის ეს პერსონაჟები მართლაც საშინლად სწრაფები არიან. აგრძელებს წინსვლას წარმოუდგენელი სიჩქარით. ეს მართლაც საშიშია. და რა თქმა უნდა, სრულიად ყველა მოწინააღმდეგეს უკან ტოვებს. სულ უფრო და უფრო სწრაფად მიდის. ღმერთო ჩემო! მგონია, რომ მას დიდი შანსი აქვს რბოლაში გაიმარჯვოს. უკვე პირდაპირ მწვანე მილების ზონაშია. მახესაც აიცილებს. რამპას იყენებს და წითელი მილების ზონაში გადადის. მეტალ შინ სონიკს უსწრებს. უკვე სამეულშია და წინ მიიწევს. მაგრამ უნდა იჩქაროს, რადგან მისი დრო იწურება. 3, 2, 1 დრო. აი ასეა, დაწკევლილი შინ სონიკი პირველ ადგილზე გადის, ყველას უკან ჩამოიტოვა. და ფრთხილად იყავით, რადგან ახლა მივდივართ შემდეგ საიდუმლო და ლეგენდარულ პერსონაჟთან. მთლიანად ოქროს შინ სონიკი. ყველანი მზად ვართ, მაშ დავიწყოთ. მოდით ვნახოთ ოქროს ძალას 3, 2, 1 და ღმერთო ჩემო! ის პირდაპირ აფრინდა და უკან ოქროს კვალი დატოვა. ეს ნამდვილი სიგიჟეა. ის წარმოუდგენელი სიჩქარით მიდის და მთელი ოქრო უკან მიხვება. ის შედის ლურჯ მილში და აგრძელებს მოძრაობას. ღმერთო ჩემო, მგონი ჩვენ გვყავს შესანიშნავი კანდიდატი ამ რბოლის მოსაგებად. ის ყველას უსწრებს, სადაც უნდა და როგორც უნდა, იქით გადის. რა საოცრებაა! ეს სიჩქარე წარმოუდგენელია და თითქოს სულ უფრო სწრაფად მიდის. შედის პირდაპირ მწვანე მილში. ეხლა ძალიან მარტივად გადალახავს გამოცდებს და მახეებს, რადგან ძალიან სწრაფია. რა საოცრებაა! დააგრძელებს წისვლას თავისი ოქროს ძალით. მთელი იმპულით, რაც ამას მოჰყვება და ფრთხილად, რადგან ჩანს, რომ დრო ეწურება. რას აკეთებს ეშმაკმა იცის? ღმერთო ჩემო, ზრდის სიჩქარეს და ჩქარობს, რადგან მისი დრო მთავრდება 3, 2, 1 დრო.
აი იქ არის ლეგენდარული ოქროს შინ სონიკი, რომელმაც მთელი წრე დაარტყა და ყველაზე სწრაფად და გამარჯვებულად დაგვირგვინდა. თუმცა ერთი წუთით ბიჭებო, ბოლოს საიდუმლო პერსონაჟი ხომ დარჩა? წამომხევით ვნახოთ ვინ არის. დიახ, მე თვითონ წავალ. ასე რომ სწრაფად და ალაიქეთ გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარი, რომ გახსნათ ბოლოს საიდუმლო პერსონაჟი. და ეს არის ღმერთო ჩემო, მე ვარ ლეონ პიკარონი. როგორც ჩანს, მეც მაქვს შინ სონიკის ფორმა. მე ვარ შინ სონიკის გის პერსონაჟი და ვაპირებ შევეჯიბრო. ჩემი მიზანია დავამარცხო ლეგენდარული ოქროს შინ სონიკი. ამას შევძლებ 3, 2, 1 და აი მივდივარ ჩემი ტურბოთი. შესაძლოა მე ვერ ფრინევ როგორც ისინი, მაგრამ საკმაოდ სწრაფი ვარ და არ დავნებლები. უნდა ვცადო ამ რბოლაში გამარჯვება. დიახ. რა დიდი ნახტომი გავაკეთე. დიახ, წავედით, ვერ დავნებდები. უკვე გავასწარი შინთეილს. და ამ რბოლის კომენტირებისას რაც ვნახე, ბევრი ვისწავლე. მგონია რომ ტრასა იდეალურად ვიცი რომ ცადო ყველას გადასწრება. წავედით, ვერ დავნებდები. მაპატიე შინ სონიკ. მაგრამ ახლა ტურბოს სრულად ვრთავ. წავედით. უნდა ცადო რაც შეიძლება შორს მივიდე. თუმცა კარგად არ ჩანს, რადგან ჩემი დრო იწურება. ჭანდაბა, მე მინდოდა რბოლა მომეგო. მაგრამ როგორც ჩანს, შინ ლეონს ბევრი აღარ დარჩა, რადგან ჩემი დრო მთავრდება. 3, 2, 1 დრო. ჰო, აი აქ ვარ. ცადე, მაგრამ მეხუთე ადგილზე დავრჩი, პოდიუმზე ვერ მოვხვდი. ამიტომ ძვირფასო მეგობრებო, ასე გამოიყურება საბოლოოდ პოდიუმი. მესამე ადგილი დაიკავა დარკ შინ სონიკმა. მეორე ადგილი დაიკავა შინ სონიკმა. სხეულო. და პირველი ადგილი გამარჯვებული ყველაზე სწრაფი ყველა შორის, რომელიც არავის სხვა არ არის თუ არა ლეგენდარული ოქროს შინ სონიკი. ამის შემდეგ აღარ ვიცი რას გავაკეთებ, რადგან უფრო უშნო ვარ, ვიდრე უკნიდან დანახული მაცივარი. მაგრამ რადგან გონია რომ ახლა მონსტრი ვარ, უნდა წავიდე ხალხი შევაშინო და შევჭამო ისინი. ასე რომ არ დაგავიწყდეთ და ალაიქოთ, გამოიწეროთ არხი, ჩართოთ ზარი და კომენტარებში დაწეროთ კიდევ რომელი პერსონაჟების დაპირისპირება გსურთ რბოლებში. და შემდეგში კიდევ უფრო მეტით შევხვდებით. ყველას შევჭამ.